მოგესალმებით, ეს არის მართვის მოძრაობის გამოცდა მხოლოდ დღეს საკითხები. ეხლა მოკლედ აღიხსნით როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს პროგრამა. კითხვის თემები მოცემულია მხოლოდ დღეს საკითხებისათვის. ყველას ჩართვა გამართოთ ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ ან გამართოთ ყველას თემები. ან მოვნიშნოთ ინდივიდუალურად რომელი თემა გვინდა რომ გვიჩვენოს. შეშეკავაში ჩავთვალოთ ყველა. და დავიწყოთ გამოცდა. სწორი პასუხი არის ჩვენს მიერ სწორად გაცემული პასუხების რაოდენობა. შეცდომა არის ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომათა პასუხების რაოდენობა. ბილეთები მოცემულია ამ არჩეული საკითხებისათვის და გაცემული ბილეთების რაოდენობა, გასული დრო, ბოლოსთვის მოტოვება, შემდეგი ბილეთი, ტესტის შეწყვეტა. ავტომატური გადასვლა, ხილაკით გადასვლა. ავტომატური გადასვლის შემთხვევაში გადადის პირდაპირ, ხილაკით გადასვლის შემთხვევაში გადადის შემდეგი ბილეთი ხილაკის დახმარებით. და ამ შემთხვევაში გვიჩვენებს ჩვენს მიერ გაცემული პასუხს. ამ შემთხვევაში სწორი პასუხი არის აქ დაშვებულ შეცდომასა და სწორი პასუხს. თითოეულ ბილეთს აქვს თავისი განმარტება. მე შეგვიძლია ესე გავშალოთ და დავხუროთ. აქ შეგვიძლია ჩვენ ნახოთ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომა, ან სწორად გაცემული პასუხი. ბოლოსთვის მოტოვება, ჩვენ შეიძლება დავინახოთ ეს სურათი და მოვიტოვოთ ბოლოსთვის. ავტომატური გადასვლა. აქ თითოეულ ხილაკზე დაჭერის შემთხვევაში პასუხები ირევა ყველა ახალ ბილეთზე. ანუ ეს საკითხი რო ისევ ჩავთვალოთ, დიდი ალბათობით რომ ეს პასუხები ერთი და იგივე ადგილას არ იქნება, როგორც მაგალითად პირველ რიგას არის მსოფლიო ავტომობილის ძღოლს და მეორე ადგილას სატვირთო ავტომობილის ძღოლს. ამ ბილეთის ხელთავიდან ჩართვის შემთხვევაში დიდი ალბათობით ეს პასუხები აქ არ იქნება ერთი და იგივე ადგილზე და შეიცვლება. გამოცდა დასრულებული. ახალიდან დაწყება იგივე ბილეთებით, ახალი გამოცდა სხვა ბილეთებით. შეგვიძლია დავიწყოთ ახლიდან იგივე ბილეთებით და შეგვიძლია ახალი გამოცდა გავაგრძელოთ სხვა ბილეთებით. ასევე ტესტის შეწყვეტა. ტესტის შეწყვეტის ხილაკზე დაჭერის შემთხვევაში ჩვენ გვაბრუნებს აცეს პოზიციაზე, რომელსაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, გამოვთვალოთ, ან ავირჩიოთ ჩვენთვის საჭირო თემა და საინტერესო თემა და დავიწყოთ გამოცდა. ამ პროგრამით დაინტერესებული პირები შეგვიძლია დაგვიკავშირდეთ აქ მითითებული ტელეფონის ნომერზე. მადლობა.